Free Business-ში პლატფორმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა, ორი იდეის და მოთხოვნის გარშემო დღეს უკვე 2421 კომპანიას აერთიანებს. ხელმომწერები თანხმდებიან, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება გარდაუვალ აუცილებელია. ვაჯამებთ პლატფორმის შედეგებს მის ავტორთან და შემქმნელთან გიორგი ბჭუგოშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში გიორგი დილომშვიდობის. მადლობა 31 დეკემბერს საქმენდილაში სტუმრობისთვის. მოდი Free Business-ში შევაჯამოთ, რაღაც იდეა გაჩნდა, შექმნა დაიწყე და უცებ უამრავი საქმე. მოდი ვთქვათ, მიზანი რა იყო დასაწყისში და შესრულდა თუ არა ეს მიზანი Free Business-ის პლატფორმით. პირველ რიგში ვიტყვი, რომ იდეა გაჩნდა სულ პირველი ეთერი რო იყო BMG-ში, სადაც ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, რომ თავისი პოზიცია დაიფიქსირებინა და ეს არის ამის ლოგიკური და ციფრული გაგრძელება, ასე ვთქვათ, ისი არ მინდა გამომივიდეს, რომ მარტო სახში ვიჯექი და რაღაცა ჰოპ და გავაკეთე. ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობის და ნაზრევის შედეგი არის და პირველ რიგში მიხარია ის თემა და ის ნაწილი, რომ ბიზნესი ნელ-ნელა სხვანაირად იწყებს ფიქრს და ბიზნესი იაზრებს იმ ნაწილს, რომ მათი გადახდილი გადასახადებით და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების გადასახადები არის ის ძირითადი წყარო, რომლითაც ივსება ბიუჯეტი, რა თქმა უნდა შემდეგ ეს ხმარდება სახელმწიფო საქმეებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მაგრამ როდესაც ბიზნესს რაღაცა არ მოწონს მათი გადახდილი გადასახადებით ადმინისტრაცია როგორც მართავს ქვეყანას, მას შეუძლია და სრული უფლება აქვს, რომ ხმა მოიღოს და დააფიქსიროს და ამისი არ ეშინოდეს. აი სწორედ ეს არის მათ შორის პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ რაღაცნაირად ბიზნესი დაკონსოლიდირდეს, ბიზნესმა ტრანსფორმაცია განიცადოს და ბიზნესმა ხმამაღლა დააფიქსიროს ხოლმე და ეს შიშის ელემენტები ნელ-ნელა ყველა სფეროში ჩვენი საზოგადოების უნდა ჩავკლათ და შევცვალოთ მიდგომა და ადამიანი ან ბიზნესი ან დამფუძნებელი, როდესაც მართალი არის, ან შეიძლება ეშლებოდეს, მაგრამ ხმა უნდა დააფიქსიროს თავის პოზიცია თქვას და უნდა იყოს დაცული, იმიტომ რომ პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას გვაქვს და ეს არ უნდა გადაიზარდოს შემდეგ რაღაცა სხვა ტიპის იქნება ეს რეპრესია თუ რაღაცნაირი ამოჩემება. ხო, ესეთი საზოგადოება გვინდა ჩვენ სამართლიანი, მრავალფეროვანი, სადაც თავისუფლად შეიძლება პოზიციის დაფიქსირება. რაც შეეხება თვითონ შედეგებს, 2400-ზე მეტი კომპანია არის ნამდვილად უკვე რეგისტრირებული. ჩვენ გავაკეთეთ პირველადი შეფასება მათი ბრუნვის და ეს არის დაახლოებით 10 მილიარდ ლარზე მეტი ბრუნვა ამ კომპანიებს ჯამურად. აქვე დავაზუსტებ, რომ რაღაცნაირად არის ხოლმე, რომ 200,000-ზე მეტი კომპანია გვაქვს ქვეყანაში საქსტატის მონაცემებით, მაგრამ რეალური ბრუნვა აქვს მხოლოდ 79,000 კომპანიას, რომელიც აუდიტის სამსახურში გზავნის ყოველწლიურ ანგარიშგებას. 79,000 კომპანიიდან 2,400 არც ისე ცოტა ციფრია. სამ კვირაში. ორ კვირაში და 15 დეკემბერს გაუშვით პლატფორმა, 15 დღის შედეგები არის ეს დაახლოებით 16 დღის. მაგრამ ეხლა ის ორი ძირითადი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ პლატფორმაზე იყო და რომელსაც შემოუერთდნენ კომპანიები, ერთი იყო დეესკალაციის მიზნით ახალი არჩევნები და დაკავებულთა განთავისუფლება. ხო, ეს ყველაფერი საჭირო არის იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური სიტუაცია არ გადაიზარდოს ეკონომიკურში და შემდეგ ეკონომიკური პრობლემები არ გადაიზარდოს სოციალურ პრობლემებში. ამაზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, შეგვიძლია დეტალებში ჩავიდეთ, მაგრამ ბიზნეს პირველ რიგში ადარდებს ის, რომ ეკონომიკა იყოს ფორმაში, ეს ბოლო პერიოდში რა ზრდაც ჰქონდა, რომელიც მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო უკრაინის ომის შემდგომ ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოსვლით და მათ მიერ დიდი კაპიტალის ქვეყანაში შემოტანით, რაღაცნაირად ისევ შენარჩუნდეს, ისევ წინსვლა გავაგრძელოთ და არ გადავიდეთ რეცესიულ პროცესებში, რომელმაც შეიძლება შემდეგ ბევრი ჭაჭური ეფექტით, ბევრი პრობლემა გამოიწვიოს. შეეხება თვითონ განცხადებას და მასზე შემოერთებას, განცხადებაში ნახსენები არის ახალ წლამდე განთავისუფლება იმ ადამიანების, რადგან ბიზნეს საზოგადოების ერთიანი სურვილი იყო, რომ ეს ადამიანები ახალ წელს სახლში შეხვედროდნენ, იმიტომ რომ ისინი არ იმსახურებენ, რომ საპატიმროში შეხვდნენ ახალ წელს.
ცოტა უცნაური იქნება, რომ რომელიღაცა კომპანია კონკრეტულად ამ განცხადებას შემოუერთდეს ახალი წლის შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ახალ წლამდე განთავისუფლება არის მოთხოვნა. ამიტომ ეს მოთხოვნა ჩაიკეტება დღეს 31 დეკემბერს სამუშაო დღის ბოლოს 18 საათზე. მანამდე ვინც შემოუერთდება, მათი ყველას ვერიფიკაცია მოხდება და პლატფორმაზე ისინი დარეგისტრირდებიან. ხოლო იანვრიდან ჩვენ უკვე გვექნება სხვა აქტივობები, მათ შორის ფიზიკური აქტივობები, იმიტომ რომ ჩვენ იანვრის შუაში სადღაც 16 იანვარს სავარაუდოდ ეხლა იგეგმება, გვინდა რომ ეს ადამიანები მოვიწვიოთ ფიზიკურ ღონისძიებაზე. ოღონდ ესე კი არა ჩვენ დავაორგანიზებთ და მათ ვეპატიჟებთ. პირველ რიგში მათ ვკითხეთ აზრი, უნდათ თუ არა შეკრება ფიზიკურად, რომ პროფესიულ წრეებთან ერთად კონფერენციის ფორმატი ექნება თუ რა? კონფერენციის ფორმატი ექნება და იქნება ძალიან მაღალ პროფესიული შეხვედრა, პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები, სადაც აი იმ პრობლემებს, რასაც ხედავთ ჩვენ ეკონომიკურ მოლოდინებში და სოციალურ კომპონენტში, ამის ძალიან პროფესიული ანალიზი მოხდება. ეს გვინდა რომ ამ ადამიანებთან ერთად ვიმსჯელოთ, ვანახოთ რატომ ვიძახით რომ შეიძლება ეკონომიკურ კრიზისში გადავიდეს ეს ყველაფერი და თუ ეკონომიკურ კრიზისში გადავა, მაშინ რა გეგმა გვაქვს, ხო? გეგმა ხო იქაც უნდა გქონდეს. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელსაც მომავალ წლისთვის გეგმავთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა ამ ერთი განცხადებით უბრალოდ არ შემოიფარგლება. სხვა ფორმატში მე სხვა ბიზნესებსაც ექნებათ შემოერთების საშუალება და ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს რაღაცნაირი დემოკრატიული ახალი ტიპის ბიზნესების ღირებულებითი გაერთიანება, რომლებიც ეს არ არის აუცილებელი ასოციაცია იყოს იმ სტანდარტული ფორმით, ხო, ცოტა ახალი ფორმებით შეგვიძლია შემოვიტანოთ, სადაც ღირებულებით იქნებიან კომპანიები გაერთიანებული და შემდეგ მათი ძალა, მათი რესურსი ამ კომპანიების უკან ხო 10,000-ობით თანამშრომელი დგას, ხო? ამიტომ მათ პირველ რიგში უნდა დაიჯერონ საკუთარი თავის, მათ უნდა დაიჯერონ რომ შეუძლიათ ხმის დაფიქსირება და რაღაცა პოზიციების გამოხატვა და უკვე რაღაცა სხვადასხვა ტიპის აქტივობებში გადავთარგმნოთ და გვინდა რომ ბევრი კომპანია დავარწმუნოთ რომ ეს არის სწორი მიდგომა და მომავალ წლის განმავლობაშიც ვიმუშაოთ სხვა კომპანიებთან რომ შემოუერთდნენ ამ პლატფორმას და შემდეგ ერთად შევქმნათ ახალი ტიპის ბიზნეს კომუნა, რომელიც იქნება იმ დასავლურ პრინციპებზე აწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაც გქონდეს, ბიზნესიც გქონდეს, სამართალიც გქონდეს და ასე შემდეგ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ სექტორს წარმოადგენენ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა სექტორი ერთიანდებოდეს რაღაცა იდეის გარშემო. ღირებულება ისეთია უნივერსალურია, შეიძლება დიდ კომპანიასაც გქონდეს ერთი სექტორიდან, საშუალო კომპანიას მეორე სექტორიდან და პატარა კომპანიას მესამე სექტორიდან. ამიტომ ეს არ იქნება ან დიდების ან რომელიღაცა სექტორის ეს არის ღირებულებითი ერთი რა ჭირდება ყველას ეს არის მომხმარებელი და ბაზარი რომელიც უნდა იყოს თუ ეს ბაზარი არ იქნება შევა კრიზისში და რეცესიაში ნუ არავისთვის აღარ დარჩება ასე თქვა კრიზისი ყველას შეეხება მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა და მიუხედავად პოზიციისა ხო ამიტომ თავარი არის საზოგადოებამ ესეც გაიაზროს რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს გემოვნებების მიხედვით ვინ მოგწონს და ვინ არ მოგწონს მაგრამ პოლიტიკა თუ გაცდა პარტიულ რაღაცა ჩარჩოს და გადავიდა ზოგადად ეროვნულ პრობლემაში, ეს უკვე ყველას პრობლემა ხდება. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკური დისკუსია, ნებისმიერი პოლიტიკური რაღაცნაირად ქიშპობა თუ ასე შემდეგ საზოგადოებამ უნდა დატოვოს იმ ჩარჩოში, რომ არ შეეხოს ეკონომიკას, არ შეეხოს საფინანსო სექტორს, თორემ ეს შეიძლება იყოს რაღაცა აწლეულებით უკან შეიძლება დაგხვიოს ამ ყველაფერმა. გიორგი, დავაზუსტებ ტექნიკურ ნაწილს. ანუ გასაგებია რომ ერთ ნაწილში ჩაიხურება დღეს 6 საათზე შემოერთების თემა, იმიტომ რომ გასაგებად ახსენი, მაგრამ იანვრის განმავლობაში შემდეგ შეძლებენ ბიზნესები დარეგისტრირებას ამ პლატფორმაზე თუ აი რა შეიძლება შეიცვალოს, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება 16 იანვრამდე მოუნდეს ამის გაკეთება და ამ კონფერენციაში მოუნდეს მონაწილეობის მიღება. მხოლოდ რეგისტრირებულები შეძლებენ თუ სხვა ბიზნესებსაც შეეძლებათ, ვინც შეიძლება აქ არ არიან დღეს წარმოდგენილი. აქაც მიდგომა არის ზუსტად იგივე. ჩვენ როდესაც კითხვარი გაუგზავნეთ ამ კომპანიებს, ერთ-ერთი კითხვა რომელიც დაუშვით იყო რომ მოვიწვიოთ თუ არა სხვა ბიზნესები რომლებიც არ არიან გაერთიანებული თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე.
70-ზე მეტმა პროცენტმა გვიპასუხა, რომ მოვიწვიოთ ეს ადამიანებიც. იქნება არის იქ კომპანიები, რომლებსაც ბოლომდე გააზრებული არ აქვთ, რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს ის მოცემულობა, ხო? მათაც მოუყვეთ, მათთანაც შევიდეთ დისკუსიაში, მათაც გაცვალონ თავისი არგუმენტები, რომ რატო თვლიან, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხო? ან მეორე მომენტია, რომ შეიძლება ზოგიერთი კომპანია შინაგანად გვეთანხმება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ბიზნესის გარკვეულ ნაწილს ეშინია საჯარო დაფიქსირება თავისი პოზიციის, მაგრამ ინფორმაციის კუთხით აინტერესებთ, რა მოხდება ეკონომიკაში. ხო, ამიტომ ამ კუთხით შეზღუდული არ იქნება, თვითონ საზოგადოებამ და პლატფორმის წევრებმაც ესე გადაწყვიტეს, რომ დაუზახოთ, დაუპატიჟოთ სხვა ბიზნესებიც, შესაბამისად უფრო ფართო იქნება. მოვიწვევთ ბევრ კომპანიას, თავარი პრობლემა და გამოწვევა აქ არის, როგორ დავაორგანიზოთ ღონისძიება, რომელშიც შეიძლება თეორიულად 5000 ადამიანზე მეტი მოვიდეს. ხო, ცოტა ტექნიკური გამოწვევები არის აქ, ვიდრე რაღაცნაირად სხვა კუთხით. ამიტომ ეგეც მოსაფიქრებელია, ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენი ადამიანი დაესწრება აქედან, შეიძლება თვითონ კომპანიიდან 2 ადამიანი მოვიდეს და ეს ხალხი სადაც უნდა დავტიოთ, ხო? ამიტომ სხვა ბიზნესებიც იქნებიან აუცილებლად და ჩვენ არ გვინდა რომ პრეცედენტი შევქმნათ, რომ აი სხვებს არ ვესაუბრებით. ბიზნეს კომიუნიტი მაინც უნდა იყოს ის, რომელიც საუბრობს ერთმანეთში და ცდილობს, რომ თავარი რაც არის ამ შემთხვევაში ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, ქვეყანა ყოველთვის თავარია, ბიზნესისთვის თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ეკონომიკა არის თავარი და ეკონომიკა როგორ არ დავაზიანოთ, ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ. ხო, რისკები, რომელზეც ჩვენც მათ შორის ვსაუბრობდით BMG-ის პლატფორმებზე, ამ რისკების რეალიზება ალბათ საშუალოვადიან პერიოდში უფრო მოსალოდნელია, თუ მოხდა ამის რეალიზება მიმდინარე ვითარების დეესკალაციის გარეშე და ცხადია მნიშვნელოვანია ამ რისკებზე საუბარი. ღიაობა მნიშვნელოვანია, რომელიც დააფიქსირე სხვა კომპანიების, ვინც ფიქრობს ამ პლატფორმაზე შემოერთებას, ან არ ფიქრობს, ან აინტერესებს უბრალოდ რა შეიძლება ველოდებოდეთ. დარწმუნებული ვარ, ტექნიკურ ნაწილს მოგვარდება ეს ყველაფერი, იქნება ეს შეხვედრა გამართული და იქნება საინტერესო მსჯელობა ამ შეხვედრაზე, ეკონომიკაზეც, ბიზნესზეც, ქვეყანაზეც და მის საორიენტაციო, ასე ვთქვათ, მიმართულებაზე. მადლობა გიორგი სტომრობისთვის. მადლობა, წარმატებები ჩვენს ქვეყანას მომავალ წელს. გილოცავ მეც და შევხვდებით ერთად ნაძვის ხესთან. დღევანდელ დღეს და ახალ 2025 წელს გიორგი ჩუგოშვს ვამშვიდობებით.